ყოფილ პრემიერს პოლიტიკური სპექტრის მიმართ შენიშვნები აქვს. ბიძინა ივანიშვილი ამჯერად კორექტულობისა და ჯანსაღი ოპონირების დეფიციტზე მეანიშნებს. ვისაც ძირითადი ოპონირების მისია აკისრია, ამ ფუნქციას ვერ ასრულებს. ასეთია მთავრობის ყოფილი მეთაურის პოზიცია, რომელიც მაყურებელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში მშვიდობით იარაღო მოისმინა. იმის მიუხედავად, რომ ექს-პრემიერს კონკრეტული პოლიტიკური ძალა არ უხსენებია, მისმა ამ განცხადებამ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთნაირად გააღიზიანა. ვინ არის დღეს ხელისუფლების მთავარი ოპონენტი ძალა და რა არ მოეწონათ პოლიტიკოსებს ბიძინა ივანიშვილის ნათქვამში. გიორგი ფუტკარაძე განაგრძობს ახლა საუბარს. გიორგი, ეთერში ხარ. Თამთარ თulis სათქმელია, ვინ არის ხელისუფლების მთავარი ოპონენტი, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არის ხალხი. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, ისინი ფიქრობენ, რომ მთავარი ოპონენტები სწორედ ისინი არიან. დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი თulis, რომ ნაციონალური მოძრაობა მთავარი ოპონენტი არ არის. ვინ იგულისხმება მთავარ ოპონენტად თავად კოალიციის შემქმნელმა, უცნობია, მას ეს ფაქტი არ დაუკონკრეტებია, ასევე გამოხმაურებები მოხდა მის განცხადებას ზოგადად საკმაოდ ფართო იყო გამოხმაურებების დიაპაზონი, ის მერყეობდა მაგალითად პოლიტიკური დილემიდან კრიტიკისგან შეწუხებულ პრემიერამდე. ერთად ვნახოთ ივანიშვილის განცხადებები და ფართო პოლიტიკური სპექტრის გამოხმაურება. ძირითადი ოპონირების ფუნქცია, ვისაც აქვს თუ პოლიტიკას გადავხედავთ, რა თქმა უნდა, ისინი ამ როლს ვერ ასრულებენ და ძალიან ცუდია. დაწუნებული ოპონირება, კონსტრუქციულობა და პოლიტკორექტულობა. ყოფილი პრემიერი არსებული პოლიტიკური გარემოს სისუსტეებზე საუბრობს, აკრიტიკებს ოპონენტებს და ამბობს, რომ არაკონსტრუქციულობა პოლიტიკური სპექტრის მთავარ პრობლემად რჩება, რისის შეხსენებაც მას ხშირად უხდება. ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის გადაცემაში მშვიდობით იარაღო, ყოფილი მმართველი პარტიაც გააკრიტიკა და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის ერთიანობას ხელს უშლის. გადაფასება მოხდა და ხდება ყველაფრის. ძალიან უშლის ხელს ნაციონალურ მოძრაობას საუბედუროთ. ეხლა ოპოზიციიდან ცდილობენ ძალადობას, მაგრამ არც ისე წარმატებულად გამოდის. კრიტიკა კრიტიკის საპასუხოდ ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ივანიშვილს მართული ოპოზიცია სჭირდება და არა ისინი, ვინც პრობლემებს შეახსენებენ. კრიტიკას არაკონსტრუქციულობაზე არიღებენ მმართველი გუნდის ყოფილი თანაგუნდელები. ივანიშვილის მართული ოპოზიცია ვერ განხორციელდა, ამიტომ არის რომ ის გრძნობს თავს ნაციონალურ მოძრაობასთან უხერხულად. ჩვენ მე მგონი ყველაფერს ძალიან კარგად ვარქმევთ სახელს. ასე რომ მე არა ვარ ვალდებული არავის კრიტიკის მიღების და მით უმეტეს არ ვიცი რა იგულისხმება. ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული ბატონო ბიძინა პირადად თქვენი. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე ექს-პრემიერს მიმართავს და ამბობს, რომ პოლიტიკური გარემო, რომელსაც დღეს ივანიშვილი იწუნებს, მისი დამსახურებით შეიქმნა. ივანიშვილს ვერ გაუგეს ლეიბორისტებმა. ახალი მემარჯვენეები და კახა კუკავა კი ექს-პრემიერს ახსენებენ, რომ ხელისუფლებამ შეუწყო ხელი იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა მთავარ ოპოზიციურ ძალად წარმოჩენილიყო. თქვენ არაურჩევი ხართ ქართულ ხალხს იმისათვის, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან კოორდინირებულად გემოქმედათ და ნაციონალური მოძრაობა ჩაგენაცვლებიათ. ძალიან ძნელია, რომ კონკრეტული აზრი გაიგო მისი გამოსვლებიდან და ალბათ მისთვის მწვავეა ის კრიტიკა, ის ოპონირება, რომელიც ჩვენს მხრიდან მოდის. უცნაური არის ბატონო ივანიშვილის მხრიდან ეს განცხადებები, იმიტომ რომ მან ჯერ თავად შეუწყო ხელი ფსევდოოპოზიციის ჩამოყალიბებას, ხედულობაში მაქვს ნაციონალური მოძრაობა და ნინო ბურჯანაძის ბლოკი. მზადა ვარ სახელმწიფოებრივ თემაზე, თუ სწორი ნაბიჯები იქნება გადადგმული, დაუჭირო მხარი ხელისუფლებას, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა მოგცეს ამის შესაძლებლობა. ბიძინა ივანიშვილს ეთანხმებიან მმართველ გუნდში, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის კრიტიკაში. არიან თუ არა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების სახელისუფლებო გუნდის მთავარი ოპონენტები, ეკა ბესელია კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ასე პასუხობს. ნაციონალური მოძრაობა ოპონენტის ფუნქციას ვერ ასრულებს, მე მის ფუნქციას დავარქმევდი მავნებლების მოქმედებას. ის რაც არ ესმით ოპოზიციური სპექტრის ცალკეულ წარმომადგენლებს, ესმის ყოფილი პრემიერის ყოფილ მრჩეველს. გია ხუხაშვილი განმარტავს, რომ ივანიშვილი მეტ კრიტიკას საზოგადოებისგან ელის. პოლიტოლოგთა ნაწილი კი მართებულად თვლის, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არ იყვნენ მთავარი ოპოზიციური ძალა. ნაციონალური მოძრაობა ახდენს სწორედ საკუთარი ინტერესების ლობირებას ხშირად ქვეყნის საზიანოდ. ამ ხრივაც შეუძლებელია არ დაეთანხმო ეს პოზიციას. უნდა ვეძებოთ ოპონენტები საზოგადოებაში. და საზოგადოებაში არიან ესეთი ოპონენტები, მაგრამ ხელისუფლება ამ ხრივ ცოდავს, რომ ნაკლებს უსმენს საზოგადოებას, ნაკლებს ზრუნავს მის გაძლიერებაზე. სად გადის კონსტრუქციულობისა და პოლიტკორექტულობის ზღვარი, მხარეები ვერ თახვდებიან. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ კრიტიკის ობიექტებს სიმართლის ეშინიათ, მმართველ გუნდში კი ოპონენტებს კვალიფიკაციას უწუნებენ.
გადაცემაში კიდევ ერთ თემაზე გაამახვილა ექს-პრემიერმა ყურადღება, ეს ეხება საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქართულმა ხალხმა ასევე უნდა იფიქროს რუსეთის ინტერესებზე, რადგან რუსეთისთვისაც საინტერესო იყოს საქართველო. ჩვენ უნდა მოვახერხოთ თანაარსებობა და არასდროს არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ ვიღაცას მოვატყუებთ და ვიღაცას დავჩაგრავთ. თავში უნდა იფიქრო, როდესაც გინდა თანაარსებობა და თუ გინდა თანაარსებობა, შენ მარტო საკუთარ ინტერესებზე არ უნდა ფიქრობდე. შენ უკვე უნდა ფიქრობდე მის ინტერესებზე, რომ მისთვისაც საინტერესო იყოს შენი თანაცხოვრება. დღევანდელი პოლიტიკა რუსეთის, რა თქმა უნდა, არასწორია და ძალიან დიდ პრობლემას უქმნის არა მარტო რეგიონს, არამედ მთელ სოფლიოს თუგნებას. მთელი სოფლიო დაძაბულია დღეს რუსეთის პოლიტიკით. დისკუსია პოლიტკორექტულობაზე ბუნებრივია, ამით არ სრულდება, თუმცა არის მთავარი ის, რომ ოპონენტები ვერ თანხმდებიან. მადლობთ გიორგი ფუტკარაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.